ჭირდება თუ არა ბავშვს რაიმე დახმარება, ჭირდება თუ არა ტელჩი ჩემთან მოყვანა. პირველი სიარულის მანერა. უადვილესია თუ ფეხი გადის გარეთ პრობლემაა, თუ ტერფი შემოდის შიგნით უკვე პრობლემაა. პატარა არასოდეს არ არის ზარმაცი. ბავშვი თუ ხელში ითხოვს, მე ვიძახი 4 წლიდან ზევით იქამდე დიაგნოსტიკა არ კეთდება. თუ ხელში ითხოვს და მალე იღლება, ეს უკვე არის ნიშანი, რომ დროულად უნდა მივხედოთ, რომ კარგი შედეგი გქონდეს. ასევე ტერფის გარდა სახლის პირობებში, როგორ შეგიძლიათ მივხვდეთ ხერხემალზე არის რამე პრობლემა თუ არა, ესეც არ არის რთული და დააყენეთ ბავშვი წელზევით, გახადეთ ჯერ ესეთი შეხედეთ ბეჭი სიმეტრიული, ბეჭის ქვედა არის სიმეტრიული, ასევე უნდა იყოს ის რა ქვია თეძო შეჭრა სიმეტრიული. თუ შეატყვეთ რომ რომელიმე მხარე განსხვავებულია, ეს ნიშნავს, რომ იქ რაღაცა პათოლოგია იწყება. კიდე ბავშვს, როდესაც ეუნებთ ესე ზურგით რო აყენეთ, ხელები გაშალეო და თავი გაასწორეო, ერთი წუთიც რო დააკვირდეთ, თუ იქ რამე დაღრღვევა, იმიტომ არა რომ ბავშვს ეს უნდა და ყურადღება გადაიტანა, არ გეგონოთ ესე, თავი მიდის ცალ მხარეს. ესეც მაჩვენებელია, რომ ხერხემალს და ტერფს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ამ ეტაპზე ტერდი იყენებს 18 ტიპის პროგრამულ უზრუნველყოფას და 40 სახეობის მასალას. ამას უკვე არჩევს ექიმი. მეწითელი მინდა და შეყვითელი კიდე ესე არ